კარგი, მოკლედ, ახლა დღეს ვიყავი სამინისტროში, იქიდან წამოვედი და ახალ სამსახურში უნდა დამეწყო მუშაობა. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა დამერიგეს და მითხეს, რომ მოკლედ იქ არ მიმიღეს და ასე გამოდის, რომ მომუშევარი ვარ რა. მაიმე, გია, მეც ეგ უნდა მეთქვა. მეც ვერ დავიწყე სამსახური. ანუ ახლა ოჯახში ყველა მომუშევარი ვართ? კარგი. რა თქვი ახლა, ან ვის ელაპარაკი რა იყო? უი, დამოვიწყდა თქვენთვის რომ მეთქვა, ხო? მუშაობა დავიწყე. ხო, IT სპეციალისტად. თან ცალკეც აღარ გადავდივარ, ვიცი ახლა ოჯახში პრობლემებია და ეს პრობლემები მეც მეხება და გვერდში უნდა დაგიდგე. ნაცივრის წყალი მოიტანე. დედიკო ეს ბალიში ესე კარგია. გაწყარდა. ეკა ცივილოდი არ გინდა. იცი რა არის? ალბათ თავის დროზე უნდა მეთქვა ყველაფერი და ეს ჩემი ბრალია. მაგრამ არა უშავს, მე ამას გამოვასწორებ. და გეტყვი რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. მინდა რომ ჩვენ სულ ერთად ვიყოთ და ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი. რა არის, ლაშა, რას აკეთებდი ამდენ ტუალეტში? რას და აცალი რა დღეს სიმართლის დღე და ყველა სიმართლეს ეუნება. რამე ესეთ არ გითხრას რომ უხერხულობაში ჩავარდე. დღეს სიმართლის დღე აქვს. კი, შეღორო. შეიძლება ამდენი ხნის აბაზანის დაკავება? შეასწვა მინდოდა გული მერეოდა. რა ვქნა ეხა გული რო აღარ მერევა? დღეს იმდენჯერ არია გული შემეშინდა ბავშვი არ ამოაღებინოს. ალოჩა უნდა ვჭამა მე. არ ჭამო ელენე, ალოჩა. არ ჭამო, უჟმური ბავშვი გაგიჩნდება. მართლა? რა თქმა უნდა, არა, ეს იმიტომ თქვი რომ მე მეჭამ ალოჩა. სუკალე ხარ, ზარმაცი ხარ, მაგრამ ულამაზესი თვალები გაქვს. ლაშა, შენ დღეს სიმართლის დღე გაქვს თუ ჭამის? ელენე, რა ვქნა ხა, ცოტა რო შევჭამო, ჩემ თავს ხო ვერ მოვატყობ რომ მეყოთქო. ჩემ თავთანაც მართალი უნდა ვიყო. სიმართლეს ვამბობ, ღორი ვარ. ესე იგი დღეს სიმართლის დღე გაქვს და არც ერთ ტყუილს არ იტყვი, ხო? რა თქმა უნდა, ელენე, სიმართლის დღე მაქვს და არც ერთ ტყუილს არ ვიტყვი დღეს. დავიფიცე და არც ერთ ტყუილს არ ვიტყვი. მართლა დაიფიცე. რაზე დაიფიცე? კონსტიტუციის წიგნზე? რა? არა, ელენე. რაშიც ვერ ყვევი, იმაზე დავიფიცე. კულინარიის წიგნზე. ლაშა, დღეს თუ სიმართლის დღე გაქვს და მარტო სიმართლეს ამბობ, მაშინ ნინოსთან რა ხდება მითხარი. ნინოსთან? არც არაფერი არ ხდება, ელენე. არც არაფერი არ ხდება რა. ვერ უთხარი რომ მიყვარს და მე მგონი ვერც ვერასოდეს ვერ ვეტყვი. ანუ ბოთე ხარ, ხო? ხო. კიდევ ერთი სიმართლე უნდა გითხრათ. რა? თქვენ რომ მგონიათ რომ მე ღამე გამოვდივარ საძინებლიდან, ვაღებ მაცივრის კარს, ვიღებ საჭმელს დავჭამ, ეგრევე მართლა ეგრე კი არ არის. აბა? საძინებლიდან გამოვდივარ ღამე, ვაღებ მაცივრის კარს, ვიღებ საჭმელს, შემაგვრჩემ საძინებელში და იქ ვჭამ. კარგი რა ლაშა რა, რამდენს ლაპარაკობ? არ შეიძლება სიმართლის დღის მაგივრად სიჩუმის დღე რო გქონდეს? სიჩუმის დღე გუში მქონდა, ელენე. მართლა? შენ გუში სახლში იყავი? აჰა, ესე იგი სიმართლეს ამბობ სულ, ხო? კი, სიმართლეს ვამბობ. კარგი, მე უფრო მსუქანი ვარ თუ შენ? მე? მე უფრო მსუქანი ვარ თუ შენ რო ჩემ ხელა იყავი?
მე მე უფრო მსუქანი ვარ თუ შენ 5 წლის იყავი? მე და ნუ ხამე კითხები ნუ რაფერზე პროექტი ამას. ხორეზმო. ვა, მართლა არა მაგარია. წამოვალ ბარა. კარგი, გამომიშვე. დედა. რეზიკო მშობლებს მიყავთ ბაზალეთის ტბაზე და შეიძლება მეც რო წავიდე? თვითონ მითხრა წამოდიე. არა ნიკა, არა. ხო, რა გამიშვე. არა ნიკა, ვერ გაგიშვებ, უნდა ვინერვიულო, მაგრამ არა. აქ რო დავჩები უფრო ენერგიული. როგორ? უცი რა ცუდი საჭმელები გამოგდის დედა, სახლის დალაგება შენ არიცი. გასუქებულ ხარ. თმა ძალიან ცუდად გაქვს. და ნახე თვალები ჩაშავებული როგორ აქვს. ნიკა, არა მეთქი, არსად არ წახვალ და მორჩა ამაზე ლაპარაკი. ხო, რა გამიშვე. არა ნიკა, ვერ გაგიშვებ, იმიტომ რომ თუ ვინერვიულო, არა, ვერ წახვალ. ეს ლოხები უმოქს საწოდავს ახეს ვერია. ნიკა, რა გინდა ბაზალეთის ტბაზე მითხარი? რა და ოქროს აკონს ნახავ. არანაირი ოქროს აკვანი არ არსებობს. ო, ვიცი, ეგ რა უთხარი ქართულის მასწავლებელს, ინაღამ საშემოდგომო გამომაყო. ნიკა. თუ 12 კილო თევზს ჩამომიდა, ერთ-ორ სიტყვა შეგაწევ ელენესთან. ხო. და თუ საჭყუმპალაოდ სამაიმუნო და სათამაშოდ მიდიხარ, ჩემი იმედიც არ გქონდეს. არა, აზრი აქვს, მაინც არ გამომიშვებს. არა, ერთი შანსი გაქვს. თუ ძალიან ბევრს თხოვ, შეიძლება გაგიშვას. ხლა? კი. თხო გამიშვი რა, თხო. არა ნიკა, არა ნიკა, არა. თხო. არა ნიკა, უნდა ვინერვიულო, ვერ გაგიშვებ. თხო. გაჩერდი? არა. თხო. მოდი შემოდი გია შემოდი. შენ ისე უმუშევარი დარჩი ხო? ხო, უმუშევარი ვარ ისე. კარგი გია არა უშავს მე მოგცემეთ კარგ ტელეფონის ნომერს ხო და გარეკავიქ და ყურადღებას მოგაქცევენ. მეც უკვე მიშოვე სამსახური? არა გია, უფასო სასადილოს ნომერია ხო. დაურეკავით და ყურადღებას მოგაქცევენ. ისე მე რომ უმუშევარი ვიყავი, მან დავდიოდი ხომ სხვათა შორის და სხვათა შორის ხანდახან ახლას დავდივარ ხომ როცა ხორციანი მაკარონი აქვს, აბა. ხო. მართალია ლაშა, ვერ ახარ შენ ხო იცი? მომისმინე. სად არის კაცი ეს ბიჭი? უკან არ მოყვებოდა? ლაშა! ერთი წუთი, ნუ ეძახი ჩუმად რაღაც საქმე მაქვს რა. მოკლედ. ლაშას და ნინოს უმზადებ სურპრიზს. ხვდები? ხო, და რაც არ უნდა თქვა, შენ უნდა დამეთანხმო ყველაფერზე. გაიგე? დაგეთანხმო. ხო, უნდა გია, უნდა დამეთანხმო. ხო, დაგეთანხმო დაუძახე. ლაშა! ვა, პატა, რა მაგარი შპალერი გაქვს შემოსასვლელში რა. აი ყოველ შემოსულზე შემოდივარ ხოლმე და აი ტყვევდები. უყურებ, ზატო იცი? ფიგურები მაგონებს ხინკალს. უყურებ და ვთქმები იმის ყურებით რა. აბა, შენ ეხლა მართლა მოგწოს თუ მატყუებ? რა, მართლა, მე დღეს სიმართლის დღე მაქვს და მხოლოდ სიმართლეს ვაპარაკობ. სიმართლის დღე გაქვს? კი. ვა, რა მაგარია. მიდი, აბა თქვი, აი გიას კიდე დათანხმების დღეა დღეს, აბა, გია. ხო, დათანხმების დღეა გიას. ხო. თქვი, აბა რამე სიმართლე? სიმართლე? ხო. თქვენ რომ გონიათ მე რამდენსაც ვჭამ, მართლა იმდენს კი არ ვჭამ. გაცილებით მეც ვჭამ. სიმართლე გითხრა, ვერაფერი ვერ გავიგე, რა თქვი, მაგრამ ეხლა იმაზე მეც რო ჭამდი ვიდრე ჩვენ გვეგონა, ეგ ისედაც ვიცოდი. ხო. სიმართლის დღე მომეწონა ლაშა ძალიან მაგარია. მოდი გადავწყვიტე მეც სიმართლის დღე მექნება დღეს და რაც გინდა მკითხეთ. მიდით აბა. კარგი, ხელფასი ამდენი გაქვს? აღარ მაქვს სიმართლის და მორჩა. ლაშა შენ გააგზე. რა გავაგზავნე? ანუ სიმართლის დღე ხო გაქვს და რამე თქვი ჩემზე სიმართლება მიდი. აპატა, მე მაქვს სიმართლის დღე და არ მინდა უზრდელობის დღეში გადამეზარდოს. ლაშა, გეხოცები, რამე სიმართლე თქვი ჩემზე რა გჭირს? ხო, სიმართლე თქვი შენ. გი არ არის ეს ნორმალური რა. რა თქვი ბიჭო, რა თქვი არა ვარ ნორმალური. რა თქვი მე ნორმალური არა ვარ, ვერ გავიგე. ამ გადაგრე რა, რა გიხარ ახლა ისე? ვერ გაიგე რა მაკად რა არისო ნორმალურიო, რა თქვია ნორმალური არა. ადრეს გავულებოდა და რას გადაირე ახლა? ადრე რომ მეუბნებოდა, მაშინ მეხუმრებოდა და ეხლა კიდე სიმართლის დღე თუ რაღაც რა თქვია მე რა ნორმალური. გამწირდი პატა. მე ადრეც არ გეხუმრებოდი შენ. მართლა? ხო. მე ეგრე თქვა, გამამწარი ვერ. შენ გამწარდი და შენ გაგიჟდი. კარგი, სიტყვები შეარჩიე შენ თორე შენ თუ სიმართლის დღე გაქვს, მაგ კიდე შემორტყმის დღე მაქვს.
შენ თუ შემორტყმის დღე გაქვს მე მაქვს აცილების დღე და მე მეორე შემორტყმის დღე. შენ თუ დღე გაქვს მე კიდე მე რო შემოგიქნევ და შენ რო აიცებ და მე რო შემომიქნევ მე რო ავიცავ რო ჩავიკვიდე კუჩა რო ჩაგატყვა ეგრე მაყრე. ეგრე მაშინ შენ თუ ეგრე გაქვს მე კარგი და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ხო? კარგი, აბა ჰე, თქვი რა საქმეზე აბა? მოკლედ თქვენთვის მაქვს სურპრიზი. პესამნი მივდივართ ერთად. აბა თუ გამოიცნობთ სად? დავით კახეთში. არა, ცოტა აცდი ადიგენში. ადიგენში აცდა ეხლა. რა გვიყვეთ ადიგენში? გია, ხო ხტები ხა რა სიტუაციაა, სამსახურიდან მივლინებაში მიშვებენ. რაღაცა ჩემი საქმეები მინდა მოვაგვარო და მე დავჭეთ იქ. დავჭეთ მაგარი დრო გავატაროთ. იცი რა მაგარია? აბა, აბასტუმანი ძალიან მაგარია ლაშა. აბა რა, მაგარი სასტუმრო, ძალიან მაგარი საცაკე ნომრები, თავისი კონდიციონერი, თავისი ტელევიზორი, თავისი ყველაფერი, რა ვიცი, სამჯერად იყვება შენ რაც გიყვას უცხიმიანები, ყველაფერი ძალიან მაგარი ლაშა. აბა, რა სიტყვით? გია. რა დინგენი რა ვიცი რა ლაშა ეხლა მითხარი აბა აბასტუმანი არ არის მაგარის მითხარი აბა სხვა აბასტუმანი სად არის სადმე მითხარი აბა არის კიდე სხვანაირი აბასტუმანი კიდე და ეგრე მეორე კასპის და სხვანაირის კასპიც არ არსებობს მაგრამ კარგია კასპი მაგარია კასპი ადიგენში რო წავალთ აბასტუმანში მანამდე კასპი შევიარდ ნახო და მე წავიდეთ აბასტუმანში აბა ძალიან მაგარია რა სწვით ეხლა რა ცუდია სიმართლის დღე რო მაქვს რა შეწინააღმდეგების დღე მაინც გია რას ფიქრობ შენ აბასტუმაზე თუ ადიგენზე რა მე ანავე ფიქრობ და მატარებლი წავალთ ხო? გია შენ თუ იმიტომ გინდა მატარებლი წამოსვლა რომ უმუშევარი ხარ და ფული არ გაქვს და შესაბამისად ფული უნდა გამოვართვა ბექუნას თუ მართლა ეხლა ეგრეა გია და თუ სიმართლეს იძახი და თუ გერიდება და რაღაც და რა პრობლემაა გია დარჩი სახში შენ უბრალოდ ეხლა მატარებლით რო წახვალ ხო იცი? მე ეხლა ეგრეა ხო ეგრეა მე დაწნარდი კარგი მანქანით მივდივართ ხო მე და შენ ჩავждები წინ უკან ბარგს დავალაგებთ რა გჭირს ეხლა და ისა და ლაშა მე ლაშას მანქანის სახურავზე შემოსვათ თოკებს გადაუჭერთ უარ გადაიწყეთ ეს მართლა არ არის ეს მართლა კარგად გია რა გია გია დასანიშნებ რას ვანიშნებ აბსოლუტურად აი ლაშა ძალიან ხო რა ის მომიჭირა რა ფეხსაცმელად ძალიან მტკივა ფეხები მომიჭირა და გეხოცები შედი რა ჩემთან ოთახში და ის ლურჯი ჩუსტები გამომიტანე ძალიან ხო კარგი ლურჯი ჩუსტები გამომიტანო სადებს მე 10 და მე 12 თავებს შორის ანუ მე 11-ზე ხო მე 11-ზე ლაშა ლურჯი ჩუსტების განყოფილებაში მიდი ეხლა თუ წავა ძალიან კარგად დავინახე რაც არიშნე შენ გონია ვერ წავალ და ვერ მოვიტან ახლა მსუქანი ვარ ძალიან კარგადაც გავალ ვიპოვ იმ ჩუსტებს და მოვიტან ხო ძალიან ამათ უყურე რა შენ გონია რომ გავდივარ ძალიან კარგი გამაგებია რა სიურპრიზი რა ნინო რა ლაშა რა მოკლედ რო ჩავალთ აბასტუმანში სასტუმროში დავბინავდებით და სასტუმროს ნომერში ლაშას დახვდება ნინო ხო და რანაირად რანაირად გია და ანუ დახვდება ნინოს ნახავს მე დაელაპარაკებენ ერთმანეთს მე საუხსნის ეს ქვა ალბათ რა ვიცი ეტყვის თავის სათქმეს რა სიყვარულს აუხსნის რა მე ჩავალთ რესტორანში და ვიქეიფებ დილამდე რა სიტყვი როგორია მე შეიძლება ქორწილი რა თქმა უნდა გია აბა ეხლა ძალიან მაგარია ქორწილი გარი მოიცა ეხლა ქორწილი თუ იქნება ესე იგი რა საჩუქარიც უნდა ვაჩუქო ხო ხო და ეგრე რო არ მაწყობს მე კარგი გია სულ უწუწონებ რა ჩუმად ერთი წუთი არ გამოვიდეს მოდის მე მგონი რა ქილა შევერიპოვე ლურჯის ჩუსტების განყოფილება ვიპოვე მაგრამ რაღაცა კოდი ედოზევი და მიხარი კოდი მითხარი მე გავალ და მოვიტან ას ლაპარაკო რა კოდი უნდა გითხრა გავალ და მე თონა მოვიტან კოდი მითხარ დაჯექი შენ კაცო დაჯექი აბა მაშინ ახლა მოვიტანე და კოდი ედო და ვერ მოგიტანე მაგიტომ თქო რას ნიშნებს სავანიშნებ დაწმენდით მაგარია ხო აბასტუმანი ლაშა თქვი რა აღიარე რა ვიცი აბასტუმანი ხო მე თქვენ თუ ესე ძალიან მოგწონთ დაგეთანხმებით აუ რა მაგარია აბასტუმანი არა ლევან მას დიშვილს ფულს ვერ თხოვ რა და სხვა გზა არ მაქვს მაშინ უფლოდ მომიწევს აბასტუმანში წასვლა ვაშას და პაატას ხარჯზე ასაც ვერ მომიწევი პაატა ხო არა ვარ მიდი გია მიდი სხვა გზა არ გაქვს გია მიროტაძე ხო იყავი მძღოლი და რაც სათად არიგო
ეხლა ხარ ყოფილი, სათად არის გომძღოლი? უკვე გაიღვიძე შვილო? კი? დილა შვიდობისა. როგორ გეძინა? კარგად. და შენ რა გჭირს? აფრიკას. ბეკა. ის ფოკუსი, იცი შენ, რა ქვია, აი 50 ლარიანი რომ და მოგცე და მე რო ქრება? სხვადასხვა ეგ ფოკუსი გამოდის 5 ლარიანზეც, მამ. ბეკა, შეთან საქმე მაქვს. ფული გინდა? არა კაცო, რა ფული მინდა? უბრალოდ ჩემი 20 წლიანი შრომისა და 8 წლის, რომელიც შენ და მიგავწი, აი იმის ერთი 40-50 ლარიანი დაფასება მინდა. და რა გინდა ეს 40-50 ლარიანი დაფასება? მივდივარ სადღაც. მე რა ჯერ მკითხე, გიშვებ საერთოდ? კარგი, ხო, ვიხურე და სად მიდიხარ? აბასთუმანში მივდივარ. აბასთუმანში რა გინდა? რაც ვიფიქრე ობსერვატორიაში ტელესკოპში გავიხედავ მეთქი და იქნებ რამე ახალი სამსახური ვიპოვე მეთქი და ხოლმე საქმე მაქვს რა და მივდივარ იქ გზის ფული არ მაქვს და იქნებ მომცე რა. გზის ფული გინდა? ხო. აიცადე. ახლა. ეს რა? აი როგორი ყოფილა გზის ფულს რო ითხოვ და მართლა გზის ფულს რო გაძლევე. ო, კარგი ხო. მადლობა შვილო, მადლობა შვილო. აიგია, ხედავ, საკუთარი შვილი გაძლევს ფულს. ამას ქვია მოგესწრო შვილი. არა, ამას ქვია სულ დავიღუპე. კარგი გია, ნუგანიცთი რა, რა. ბეკუნა, დედიკო, მეც თუ მომცემ ფულს საჭმელს გავაკეთებ. ოღონდ მანამდე ჩადი და პროდუქტი ამოიტანე. დედა, აბა დაფიქრდი. ფულს მე გაძლევ. საჭმელს შენ აკეთებ და მაღაზიაში ვინ ჩადის? კარგი ხო, მომეცი, ხო, ჩავალ მაღაზიაში, ხო, დიდი ამბავი, ჩავალ, ამო. აჰა, და ხურდა შენ იყოს. შენ გენაცვალოს мама, შენ. мама გენაცვალოს. მარინა, მოვიფიქრე. ბევრი ბავშვები უნდა ავიყვანოთ. არა გია, არა მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ ეხლა ბავშვების მეცადინეობის თავი არ მაქვს. არა, კაცო, რა მეცადინეობა, რას ლაპარაკობ? ის უნდა ვიშვილოთ რა. ბავშვები უნდა ავიყვანოთ მეთქი რა. ნუ მე გაიზრდებიან და მე ფულს მოგცემენ. წარმოგიდგენ ეხლა 4 ბავშვი 200 ლარი დღეში, ა? ხურობის დროა ეხლა? სასტრაფოდ უნდა ვიშოვოთ ერთ-ერთმა მაინც ამსახური. ავედი მე ჩემო ტაქსში ვიქნებ, კარგი? ეხლა დავიწყებ სამსახურის ზებრას, ბატონო. აბა ტაქსი იაფად არ გინათ? უფროსო. იაფად ტაქსი, ჰა? ჯიგარო. აბა მაღაზიაში დღეს რაღაცა იუმორი ცოტა. ხო, კარგი, დაგიშვება ბათალეთზე. Yes! ნიკა დედიკო, აბა ჭკვიანად იყავი, ბევრი არ ირბინო და არ მანერვიულო, გაიგე? კარგი რა უნდა განერვიულო. მამა თუ მოვიდა, მეორე ხო ყავს და ეგ ყავდეს. ნიკა, ნუ ლაპარაკობ რაღაც სისულელეებს. აბა შენც ჭკვიანად, გაიგე? მოდი გაკოცა. ნიკა, სიცხე გაქვს? არა, სიცხე, წავედი, კარგად. მოდი ერთი. ვაიმე ნიკა, სიცხე გაქვს, ეხლავე გაიმზომე, გაიგე? არ ვაიმე გადამედება ნიკა! ხო. მიდი დედიკო, ეს წამალი ხო დალია, ხო და კარგად იქნები და სიცხე აღარ გექნება მალე. რატო გიყვარვარ რა? ნიკა, რა სისულელეებს ლაპარაკობ? რას ნიშნავს რატომ მიყვარ? ჭკვიანი. აი რო გიყვარდები გასვისცი, სულზე არ მაკოცებდი. და ვერ გაიგებდი რომ სიცხე მაქვს და გამიშვებდი ბაზალეთზე. არა უშავს ნიკა, მალე მორჩები და მერე წახვალ. ნიკა, დედიკო, ერთ თერმომეტრი ნახე, აბა სიცხე მხوار დაგიწია, მომაწოდა. აჰა.
არა ნიკა ახლოს არ მოხვიდე. ეხა ორსულად რო ვარ ჩემი პატარასთვის ვირუსები არ შეიძლება. აი მანდადე და მე ავიღებ, ხო? აი აქდეს. და ხედავ. ჯერ არ დაბადებულა იქ ბავშვი და უკვე გირჩევნია ჩემს თავს. ალბათ რო გაიზრდება საერთოდ ყურადღებას აღარ მოვქცევ და თუ არ გიყვარ გამიშვირო ბაზალეთსა. აი მე ნიკა ეთყობა ისევ სიცხე მაგიწიარებს ბოდა. კარგია დედა რა, ნუ ნერვობ, მაღალი სიცხე ხო არ არის არა? ნიკა 38 და 6 ხაზია, მაღალი აბა რა არის? კარგი 6-იანი რა მაღალია. ისტორიაში რომ მივიდა 6-იანი მაშინ დაბალი იყო და ხა მაღალია. მორჩანიკა დავამთავრეთ ამაზე ლაპარაკი. სანამ კარგად არ იქნები, არსად არ წახვალ და მე გავახებ. როგორ ხარ, სად ხარ დაკარგული, რატო არ მოდიოდი? აი, რა მცელი დაჭიქი მოგიყვები ყველაფერს. ესე იგი, თავიდან მოგიყვები, თავიდან სახლში ძალიან გვიან მივედი და მამა ჩემი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა. მერე შემიშვა და რო დავაგვიანე იმის გამო ერთი კვირა სახლიდან არ მიშვებდა. მერე მე შევეჩვიე სახლში ყოფნას და ერთი კვირა მე არ გამოვდიოდი. შვებით მომიყევი რა ყველაფერი მაინტერესებს პატარა შვება. პატამ სამსახური დაიწყო, ბინა გაარემონტა, კიდე. აჰა, ესე იგი მართალი ყოფილა. ხო, ეგენი ვიცი, ხანდახან მირეკავს ხოლმე და מחარბებს. ხო და ელენე, შენი და ილიას ამბავი გავიგე. ხო, მაგრამ არ ინერვიულო, ეხლა მთავარი ბავშვია და არაფერზე არ ინერვიულო. ისე რომ ოთეში ხარ? ჩემი ასაკი 12-ზე გამრავლე და მაგდენის. ხო, მაინც გეტყობა ილიას გავლენა. თეკლა? მცელი მემჩნევა? აბა გამობერე. ვაი, მე კი. ნიკა, როგორ ახარ? ვაი, საერთოდ არ გაზრდი ხარ და ადვილად გიცანი. მოდი, ჯამე ხუტე, როგორ მომენატრე. ხო, შენც მოგენატრე და იმიტომ არ მშორდები, ხო? არა, სიცხე მაქვს და მინდა რომ გადაგდო. თეკლა 38 და 6 ხაზი აქვს. ეთყობა ვირუსი გადაედო. აუ თეკლა მიხედე რა გეხვეწები. საერთოდ არ არის გადამდები ვირუსი. და შენ რატო არ უვლი? მე არ მინდა რომ გადამედოს. მიხედე. კარგი, რა პრობლემაა მაშინ? დაწექი ნიკა, დაწექი. დაწექი და ეხლა შენ რო არ მოიწყინო, მე გიმღერებ სიმღერას. ავადმყოფობაზე მაქვს სხვათა შორის ახალი დაწერილი. ერთი წუთი. მოიცა. აი, არა, ეს სელაპზეა. ვიცი, შენ და სელაპ. არა, იყოს ამას იმღერე. მოიცადე. ავადმყოფ. აი, ეს ნამიჭირე, მაინც კარგად არ ვიცი. რომ გაფრთხილებდნენ არ ირბინო ოფლიანმაო როცა ქარია არ დამიჯერე არც მე არც დედას გაციებულ ხარ მიგი ქარია და ახლა როცა თამაში გინდა ფეხზე გაცვია წმრიანი წინდა ყველასე ძალიან მე ვიცი რა გწყინს მთელი საფხული ვერ შეჭამ ნაყინს ეზოში ფეხბურთს თამაშობს ყველა შენი გართობა კი არის ხველა იქ გაიტანა ვიღაცამ გოლი შენ გადაყვაპე პარაცეტამოლი წრეში ბურთი და დახუჭობანა ჭყუმპალაობა და ომობანა ეს ვერ მოგართვეს დიდი ბოდიში და აცემინებ გეტყვის ტოტიში აბა როგორია? თეკლა, შენ სიმღერებს როგორ წე? რა ვიცი, ეს ჯდები და თავისით მოდის. და არ გინდა ტვინი და რო წამოვიდეს. მოგრძანდით? აი, ეს იქნება თქვენი ოთახი. ეს იქნება? დიახ. ეს. ვერ დავედებით კაცო.
რა სამბობს, კაცო? 4 კაციან ოთახში შემოგვიშვით და 2 კაცი როგორ ვერ მოთავსდები? რანაირი ადგილია ლაშა რა არის ეს? თავი მგონია საშინელებათა ფილმში. საშინელებათა ფილმში? მე უნდა გაგავთქილოთ, რომ ძალიან ბევრ ჭადა, ჩემი ყველა ორგანო არის დაავადებული. ჩემსაც ვერაფერს ვერ გაყიდით, რა ვიცი, ეს მაინც რო იწვდით ის რა. რა ვიცი, აბა. თუ რამე დაგჭირდებათ, მე დამიძახეთ. თუმცა რა უნდა დაგჭირდეთ, საუკეთესო ოთახში შემოგიშვით. ხო, ოთახი მართლაც საოცარია, მაგრამ ესე ყოველი შემთხვევისთვის მაინც გითხავთ რა. დიახ. აი ხლა ეს. აი, წყალი ჩამოდის? ხო, ჭერიკია ცოტა შესაკეთებელი წვიმის დროს ჟონავს. კი, მაგრამ ეხლა წვიმა ხომ არ მოდის და. რაშია საქმე, იცი? გუში ძალიან მაგრა წვიმდა და ეტყობა სხვენში დაგროვდა. დაიცლება და გაჩერდება. რითი თქმა მინდოდა, იცით? თუ რამე დაგივარდება ძირს საჭმელი, მუშეჭამთ. აუ, თაგვები დარბიან და თაგვები დარბიან? ხო. ეგრე ხო შეიძლება მაგიდაზეც გადაირბინონ თაგვებმა. მაცლი? მაგიდაზეც ნუ დაგდებთ, ნუ რაფერს. შეიძლება მანდაც გადაირბინეს თაგვებმა. ერთი სიტყვით. სად ვჭამოთ, აბა, სად უნდა ვჭამოთ? პირველ სართულზე არის ბუფეტი. და იქ მიირთვით. გასაგებია, ნუ ჭამა ესე იგი სამჯერადი, ხო? ხო, რა ვიცი, აბა, მე კარტოფილს შეგიწვავთ დღეში ერთხელ. თქვენ რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მიირთვით. ერთი სიტყვით მე ძალიან მეჩქარება. წავედი. თქვენ მოეწყვეთ, ამუვალაგეთ და დაისვენეთ. კი ბატონო, კი. ხო. იცი, თუ სადმე გახვათ, კარები კარგად დაკეტეთ მაინც. ხო, რატო იკარგება ხოლმე რაღაცები? არა, კაცო, კი არის კარგება. რაშია საქმე, იცი? ხო. მეზობლის თხამიცი შემოძრომა ხანდა. და პანსაცმელს ღეჭავს. ხო. თუ რამე დაგჭირდებათ, მე დამიძახეთ. კარგი, წავედი. აბა თქვენ იცით. მადლობა. კარგად იყავით, კარგად. რა, სად მოგვიყვება ეს პაატა? მან საერთოდ რა გვინდა აქ გამაგებინე? ან თვითონსა და წამოდი რა თბილისში წავიდეთ რა. წამოდი რა გია რა. თვითონ რაღაცა სიურპრიზის მოწყობა უნდა. არა, სად უნდა წავიდეთ? შეხედე რა ბუნებაა, ნუ შეხედე რა. კი ბატონო, საასტუმრო? საასტუმრო, მაგრამ ნახე როგორი ხედია. შეხედე, მოდი. არა, ნუ ახლა ბუნება კარგია ნამდვილად. კი ბატონო, ხედსაც არა უშ. აი კუდაძროხას თუ დამარხავენ, უფრო კარგი ხედი. ესა, ლაშა. აი ახლა მე ცოტა რაღაც ვერ მივხვდი და შეხედე, აი ახლა აი გარაჟზე აწერია სამზარეულო თუ სამზარეულოა გარაჟში თუ სამზარეულო? ოჯა, წეღა რომ მოდიოდით ღორი შევიდა იქ. ოხნე. აბა მეც მოვედი. კიდევ ერთხელ გავჯობებია, მოკლედ რა ხდება ახლა სამსახურის საქმეები მოვაგვარე. ხო, თან რაღაცები დავგეგმე და მოკლედ ყველაფერი გზია. აბა რა თქვით, როგორ მოგწოთ აკაურობა? როგორ შეიძლება მოწონდეს ადამიანს აკაურობა პაატა? გამაგებინე რა. ან არა არის ამ საწოლზე მე და გიერთეთ რანაირად უნდა დავწოთ გამაგებინე. რა ვიცი, მე რანაირად და თავ ფეხს შეგწევით. მე რა ვიცი, რას ლაპარაკობ? ანუ ეხლა მთელი ღამე გიას ფეხები უნდა მქონდეს სახესთან? აბა რა არის ლაშა, შენ ტუჩები გინდო და რა არის? არა, მე და დავწევი იატაკზე დავწევი. არა, რატო ლაშა, ერთი ღამე რამენერად დავეტევით ახლა, ნუ. დია, შეხედე, სატულს შეხედე. აქ რო დავწევე, ხო? საბოლოოდ მაინც იატაკზე აღმოჩნდები და გირჩევნია ისე იატაკზე თავიდანვე იატაკზე დავწევი და თაგვებმა რა არის? რა გინდა ლაშა, რა არ მოგწონს ვერ გავიგე ერთი მაინც რო წუწულებ მითხარი რა. რა როგორ შეიძლება მეთქი ეს მოგწონდეს გამაგებით შეხედე რა თეთრეულის მაგივრად ნაცლის ფერეული აგია აქ აგი ერთი წუთი გაჩვენიერი ლოგინია კაცო გადი იმას იდავ გადაცა აჰა ნახე რა გინდა აჰა წყილებს ისე გაუხარდათ რომ მოხვედით ბედნიერებისგან დახტია ნახე არა წავედი ხალხა რა წავედი ბანა წყილები და რაღაცა ეხა უკვე ერთი წუთი ეხა ერთი წუთი რა ყველაფერი გავარკვიე ნინო ნახე შეუტახდი და სახამოს მოვა რესტორანში მე ესეც ეტყვის ეს ბოთი ალბათ რავი თავის საქმეს რაღაცას და მე ვიქეიფ პატრა სუფრა იქნება დილით წავალთ ერთად ხოლმე დილამდე კარგი დილამდე ხო აი წავედი მე აი თანახმო და შენ რომ ნომერში ხარ ნომერში
რა მოხდა იცი გია აქედან რომ გავედი ხო ის გამგებეს დაურეკე შემთხვევით ხო და რა მივედი და რა დაველაპარე კარგი დარჩიო ჩემთან დარჩიო ესე მითხრა და აი ეს ჩემ თავის სახლი დამითმო დიდი არაფერი ხა რა კონდიციონერია ტელევიზორია ის ცხელი შხაპია და მეტი ეხა რა არის ეხლა რა რა გიჭირთ ერთად მაინც იქნები და მე რა გავაკეთო რა ვერ გავიკრე შხაპი მივიღო და ტელევიზორს უყურო მარტო რა მაინც ვერ გავიგე რა ამ საშინელებაში რატო გადაწყვეტენ ნინოს და ლაშას შეხვედრა რა გინდა გია რა რომანტიკულია რა ბატა რა არის რომანტიკა რა და ქალაგარეთ იაფიან და ცოტა ხალხიანი ადგილი ნუ მაშინ ხო რა არის შენ კიდე რა სახე გაქვს მოხდა რამე რა გჭირს ვერ გავიგე რა მოხდა ხელების დასაბანად რომ შევედი ონკარ რომ მოუში ხო ისეთი ხმა გამოსდა მეკონა ქვეყანა დაინგრა მოხდა კარგი ხო ლაშა დავიღალე რა თქვენი წუწუნით უკვე რა ეხლა ამდენი ხანი გელოდები შევუკეთოთ რამე ეხლა ბოლო რა ზეღამ სამზარეულოში შევიხედე და იმედია აქ ამ სასადილოში ტაილანდური სამზარეულო აქვს და ტყუილად არ დადიანის ხოჭოები აღეთიკით ეგ არ გამახსენებია ისეთი საშინელი სასადილოა რომ აქ ვერაფერს ვერ შევჭამ ბოლომდე დავიღალე რა თქვენი წუწუნით უკვე რა ყელში ამოვიდა რა ისა თუ შეიძლება მენიუ მოგიტანეთ ხო ისე სულთან პროცედურა რაღაცა უხეხულად გძნობ თავს ამ გამარჯობა ცოტა ჩქარაკენით იმიტომ ჩვენი მებუფეტე ამაზე მწვანილ ჭრის და გჭირდება ჩქარავიზო ნუ ესე იგი ახლა ნიგვზიანი ბადრიჯანი გაქვთ ხო ერთი წუთით ბიჭო ნიგვზიანი ბადრიჯანი გვაქვს გაფუჭებული გვაქვსო ახალი არა არა ახალი რა გაქვს აი ახალი გარემონტებული გვაქვს გარაჟი ლეუკაცრად აქ წერია რომ ყველაფერი შამფურზოდა რამე საფირმოა არა უბრალოდ ტაფა გაგვიტყდა და კარგი წვადი რა ის ერთი პორცია 6 ლარი ორ პორციაზე მეტი თუ გინდათ 200 ლარი რატომ? რა ლოგიკაა ეგ? ერთი პორციის საკმარისი ხორცი გვაქვს და მეტი თუ გინდათ მაშინ ხორი უნდა დავკლათ და კაი, გასაგებია ნოაწოლეთ ამ პატიოსან კაცს ეს გამომართვით, მოკლედ რაც ყველაზე გემრიელია და რაც ყველაზე მალე იქნება ის მოიტანეთ, ხო? ხო. კაი, კაცი ხარ შენ, ხო. ხო, ესა და კაცო, და აი კოვზიც გამომეცვალეთ რა, ჭუჭყიანია. რა თუნდა გამოსვლა. ბორშ მოგიტან და გაირეცხება თვითონ. კარგი, ეს რა ქვია, მუსიკა ხო იქნება, ცოცხალი მუსიკა. ჭირდება მუსიკა. ისე გვაქვს, მაგრამ დღეს არ იქნება. მეგარმონე არ აქვს. მეზობელ სოფელში კაცი გარდაიცვალა და ბალზამს უკეთებს. ბალზამს უკეთებს? დოლი თუ გინდა? დოლი. აქა ვარ და? დოლი. არა, არ გვინდა რა. რა გინდა დოლი? კარგი, არ გიტარა, ხო, გიტარა და. გიტარა გვაქვს. ხო. მოიტანეთ გიტარა, მოხდება რომანტიკული სიტუაცია. კარგი, წაუღეთ რომ დაჭერს სოდვა ის. ცოტა ხო, კარგი. აუ, ჯიგარი ხარა. მიდი ახლა დაულურიც, ერთი დაულური მიყვას. აღარ გვინდა ეს არაფერი. რა მოგივიდა? დიდი მადლობა. კარგი, მადლობა. აი ხარ. ხო, კარგი. აღარ გვინდა იყოს, კაი, გასაგებია, კარგი. კარგი. წაუღეთ დაჭერს რამე ბებუფეტები, წაუღეთ. რაკეთ. ფესა დააცდით ადამიანს. რაღაცა რა გინდა მომწონს რაღაცა გამანებეთ თავი რა. გია. შემთხვევით ნომრიდან სუნამ ხო არ წამოგეღია, ჰა? არა. რა გინდა სუნა? ისეთი საშინელი სუნი აქვს, ვიფიქრე დავასხავთ მეთქი. შენ გემოვნანა ხო, ფუ? და პირის დავაყრე იქნება რაღაცა გემო გაუქრეს საერთოდ. არ არის კებილი, არა, მტვერია კაცო, მტვერი. წემა დავაყრე და შეხე. მტვერია გემონები. რა არის პატარა, რა სად მოგვიყვანე ეს? როგორი ჩენა ხარ, ზუსტად ისეთ სასტუმროში მოგვიყვანე, ზუსტად რა. აი, ფლათ ეგეთი საშინელებაც არ არის. აი. ერთი სოთი რაღაც. ამანებეთ თავი რა ყველაფერი პატ. გისმენ. მოხდი უკვე კარგი შემოდი. აი, აგარია. მოგზანდით. ვაიზოსლეთ. ვაიმე. მე მგონი ეს სოკორო ჭაბა იმან რაღაცა მომწავა.
არაფერია. არაფერი ნინო მეჩვენება, ნინო. არ გეჩვენება ნინოა, ნინოა, რაშა დაწყმართი ეს ეჩვენება. ნინოა? ორივე, რა ორივე კაცლა კიდე. კარგად შერებულ ხარ ნინო? ნინო? მოიძებ, ნინო შენ აქ. ბატა, მიდი ახლა მუსიკა. შენ როგორ ერთი წუთი ჯერ არ დაიწყო თუ კაცრა. I said, where's my whiskey? The king from the Black Moon. Call me JJ. Where's my whiskey? The king from my bitch me. ნინო, მე ნინო რაღაცას თქმა მინდა. ხო, რაღაც თქმა უნდა და მოუწნე ბოლომდე დამთავრებინა. ხო. ნინო ძალიან გთხოვ, არ შემაწყვეტინო რაღაცა. აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე მე. უნდა თქვა, მაგრამ ვერ გეუნებოდა ნინო, ხო იცი ეს რა. ერთი წუთი მე მეგონა არ ესმის ადამიანს, ხო და მეც ვიდო მეხმარები. ხა შეიძლება ყოველას ხო არ ესმის. ხო, ნინო, მე ნინო ძალიან ნერვიოზ, ხო წე ბოლომდე დაამთავრებინა და არ შეერთ. გაჭირდი ადამიანო, მე მინდა რომ უთხრა რომ მიყავს და გიждები მაგაზე და მინდა რომ ცოტა მომიტანო ისევ. ბაშა რა? ხო გითხარი არ ესმის მეთქი რა გამოგარი. რა და გითხრა ადამიანს, რომ გამოგიყოლა ისევ, მე კი რა გავიდე ხო მე. შენ რო გაიზომე წაღა რამდენი გქონდა? 38 და 9. აჩა 39 და 1 მოგიგე. Yes, მოვიგე. ესე უცებ როგორ გადამედო ეს ვირუსი რა, არა და ძალიან მაგარ პროდიუსერს უნდა შევხვედროდი. მე კიდე ბაზალეთის ტბაზე ვერ წავედი. ელენე წყალი. არა, ვერ მოგეკარებით, ჩემთვის ვირუსები არ შეიძლება, ჩემი პატარასთვის გადამედება ვერა. შედავ რა ყურებიანი დედა მყავს.